ჩვენ დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ 16 ივლისს სამშაბათს ვიწყებთ კახეთში მოსახლეობის აღწერის პირველ ეტაპს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაინიშნა ოფიციალურად გამოცხადდა მოსახლეობის სახელმწიფო აღწერა, რომელიც იქნება 2014 წლის ნოემბერში, თუმცა მანამდე ჩვენ უნდა ჩავატაროთ პირველი ეტაპი. პირველი ეტაპის მთავარი მიზანი არის, რომ დავაზუსტოთ ჩვენ შენობების და შენობებში მაცხოვრებელი ოჯახების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპში მხოლოდ ჩვენ გვექნება სავარაუდო რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის და გვექნება ინფორმაცია სულ სად ცხოვრობს მოსახლეობა. შემდეგ უკვე ამას გამოვიყენეთ მიზანმიმართულად. მეორე ეტაპისთვის საქართველოს მოსახლეობის აღწერა ბოლოს ჩატარდა 2002 წელს. იმის შემდეგ გასული იქნება 12 წელი 2014 წლისთვის. შესაბამისად 10-12 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლება ქვეყნის დემოგრაფიული სტრუქტურა. ამიტომ აუცილებელი არის ეს არის გაეროს რეკომენდაცია, რომ ჩვენ ჩავატაროთ და ზუსტად დავაზუსტოთ, გავიგოთ რამდენი ვართ, გავიგოთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა თითოეული სოფლის, ქალაქის, რეგიონის ნებისმიერი ტიპის დასახლებული პუნქტის დონეზე. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვა ჩვენ ზუსტად აღვიწყოთ შიდა მიგრაციული პროცესები, თქვა რამდენად თქვა სად გაიზარდა, სად შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა, რაც შემდეგ გამოადგება ბუნებრივი ამთავრობას. ჩვენ პროცესს ვატარებთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, მათი მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბუნებრივია მთლიანი ღირებულება აღწერის პროცესის არის 18 მილიონი ლარი, ამ მთლიანად ჩვენ გამოვიყენებთ დაახლოებით 18000 ადამიანს 2 წლის განმავლობაში. პირველი ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ პირველი ივლისს დავიწყეთ აჭარაგურიაში პროცესი, რომელიც უკვე დღის ნორმალურად იქ სრულდება და ჩვენ 16 ივლისს ვიწყებთ და იქ თვის ბოლომდე ვიმუშავებთ კახეთში. შესაბამისად, ჩვენი რეგისტრატორები კახეთში თითეული დასახლებული პუნქტის იბლია კარ და თითეული ოჯახიდან აიღებენ ინფორმაციას მარტივად. გვარი, შენამეურნეობის უფროსის, ოჯახის უფროსის და ცხოვრები ადამიანების რაოდენობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა, მათი აქტიური მონაწილეობის და მხარდაჭერის გარეშე პროცესი ვერ ჩატარდება. ამიტომ მე ვუწოდებდა მხოლოდ მოსახლეობას, რომ ჩვენ მარტივად უნდა გავიგოთ რამდენი უნდა დავაზუსტოთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც დღის მდგომარეობით არის 4.483.000. თუმცა ეს მონაცემი არის აღწერიდან აღწერამდე 2020 წლიდან დღემდე ორი ძირითადი ფაქტორით, შობადობა გარდაცვალების და მიგრაციული სალდო ჩასწორებული, რომელსაც შეიძლება თავისთავად ცნობილება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ ზუსტად უნდა გავიგოთ, რომ შემდეგ ყველა ტიპის დახმარება, ეს იქნება საბიუჯეტო დახმარება და სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება იყოს მიზანმიმართული და ჰქონდეს ზუსტი, სრული და ხარისხიანი სტატისტიკა. საკსტატის წარმომადგენელმა ეს შეხვედრა პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის, სახელმწიფოსთვის ვიცოდეთ რამდენი მოსახლეობა, როგორია მიგრაციული მაჩვენებლები, როგორია ტენდენციები მოსახლეობის შემდგომი განვითარების. შესაბამისად, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მხოლოდ მივესალმებით ამ პროცესს და სულტაღმულით ჩავერთვებით და მხარს დავუჭერთ ამ პროცესის